გამარჯობათ. ეს არის F15 N55 3-დან 2 ტურბინიანი ბენზინის ძრავით. პრობლემა რაში იყო? არ იქოქებოდა მანქანა, არ ქონდა სვეჩებზე ნაპერწკალი, მოდიოდა ბენზინი, სტარტერი ტრიალებდა. სიმპტომი იყო თითქოს როგორც ამთვრელი დაჩიკი, იმისი რა ქვია, კალენვალის ამთვრელი დაჩიკმა იცის. და შევცვალეთ ამთვრელი დაჩიკი, იგივე იყო. შემდეგ დაგვიწერა რასპრედულების დაჩიკების პრობლემა, ამთვრელების და ასევე კატალიზატორის დაჩიკების პრობლემა დაწერა. თუ არა სულ ყველაფერი კარგია, იმიტომ რომ მანამდე მანქანა ჩვეულებრივ მუშაობდა და მე მაინც შევცვალეთ ეგენიც, არ შეიცვალა პრობლემა, ისევ იგივე წერდა კომპიუტერი. შემდეგ გვიწერდა ამასთან ერთად რომ არის ან მაღალი მიეწოდება კომპიუტერს და კომპიუტერი ბლოკავს სვეჩებზე დენს, ან საერთოდ არ მიეწოდება დენი კომპიუტერს და ამიტომ არ აძლევს დენს სვეჩებს. ასევე მასის პრობლემას წერდა რომ შეიძლება მასა არ აქვს ძრავს და ამიტომ არ აქვს დენი იმას რა ქვია სვეჩებს, მაგრამ ერთი შეცდომა რომელსაც წერდა, მაგაზე გავამახვილოთ ყურადღება, რომ წერდა რომ რასპრედვალის ამთვრელები და კატალიზატორის დაჩიკები ერთად წერდა, ამათ არა აქვს დენის მიწოდებაო, ანუ აქვსო მაღალი დენის მიწოდებაო, მაღალი დენის გამო ბლოკავსო კომპიუტერიო და არ აძლევსო დენსო სვეჩებსო. ბოლოს მივედით იქამდე რომ დამცველები შეიძლება რომ დენი თუ არ მიეწოდება და რაღაციდან რაღაც დამცველი არ აწყდის დენს, ამიტომ დავიწყეთ დამცველების გადამოწმება, რომ მოვიძიეთ F15-ზე არის 3 ბლოკი დამცველების, ერთი არის ბაგაჟნიკში მარჯვენა მხარეს, რომელიც ყველა დამცველი გადავამოწმეთ და კარგი იყო. შემდეგ არის ბარდაჩოკის ქვეშ კიდევ იქაც ყველა დამცველი გადავამოწმეთ და კარგი იყო და არის მესამე ისევ ბარდაჩოკის ქვეშ ფან ბლოკი, რომელიც შიდა სტოიკაზეა მარჯვენა მხარეს მიმაგრებული და იქაც გადავამოწმეთ დაახლოებით 10-მდე დამცველი არის იქ, ისინიც კარგი იყო და მაინც ვერ გავიგეთ რა იყო პრობლემა. შემდეგ ერთ-ერთ ფორუმზე, როდესაც ვეძიეთ ეს ინფორმაციები, ერთ-ერთ ფორუმზე გვიჩვენა რომ აქვს კიდევ დამცველები მარჯვენა წინა ჰაერის ფილტრები რო არის, აი აქ ჰაერის ფილტრები სადაც არის, იმიდან რა ქვია, კაპოტიდან იმის ქვეშ, მაგის ქვეშ როდესაც ამოვშალეთ, არაფერი არ არის აი ამ ბლოკის გარდა. ეს ბლოკი არის რელე ზაჟიგანიას ეძახიან რუსები და როგორც მოვიძიეთ ინფორმაცია, ეს ბლოკი აწვდის მართავს ვალტრონიკს, ეს ბლოკი აწვდის თავარ პლუს კომპიუტერს, მანქანის თავარ კომპიუტერს და ეს ბლოკი მართავს ბენზონასოს, წყლის პომპას. ფაქტურად ყველაფერს ეს აკეთებს, ესე გამოდის რა ძირითადად და მეტი არაფერი აქ, არაფერი არ არის, არც დამცველი, არც არაფერი. მოკლედ დარჩა ბეჭვი ამ ბლოკზე, ეს ბლოკი უნდა შეგვეცვალა, მაგრამ უბრალოდ გვიანი იყო და კიდას ვერ მოვასწრებდით და ამიტომ დამაინტერესა და გავხსნენი ეს არის დაწეპებული უკნიდან, უნდა გაიჭრას, აი ესე გავჭერით, აი ესეთ სიტუაცია უკანა მხრიდან და როდესაც გავხსენით და პლატა ამოვიღეთ, ეხლა რაც გავაკეთე, პლატა როდესაც ამოვიღეთ, პლატა უკანა მხრიდან ესია, გადმოვატრიალ და რას ვხედავთ, აგერ არის დამცველები კიდევ ამ ბლოკში, რომელიც არის ჩაწეპებული და ფაქტიურად ერთი დამცველი რომ დაიწვას ამაში ფიზიკურად ვერ გაიგებს, ვერავინ აქ დამცველი არის და ამის გამო შეიძლება ეს ბლოკი საყიდელი გაუხდეს რა და რომ ნახეთ ეს 50-იანი, 40-იანი, 20-იანი, 15-იანი, 15-იანი, 20-იანი და 15-იანი დამცველი და აი ეს ბოლო 15-იანი დამცველი, რომელსაც თქვენ უყურებთ, იყო დამწვარი. მაგრამ აქ ეს დამცველები ესე ამოაძრო და ჩაარჭო როგორც ჩვეულებრივ იმაში, ესე არ არის. არის გაყრილი და არის დაპაიკებული მეორე მხრიდან. ამიტომ ამოვაპაიკეთ ეს, ჩავსვით ჩვეულებრივი იგივენაირი დამცველი და დავაპაიკეთ, დავამაგრეთ მანქანაზე და დაიქოქა მანქანა ჩვეულებრივ, ყველანაირი შეცდომა გაქრა, ყველაფერი წაიშალა და საერთოდ არაფერს არ წერს ახლა იმ შეცდომებს, რასაც წერდა, ის გამოც არ იქოქებოდა და რა პრობლემებს ჰქონდა, დაიქოქა სუფთად, არანაირი პერებოი და არაფერი. ეს სხვა დამცველები რაზეა პასუხისმგებელი არ ვიცი და რეებს მართავენ მე მგონი, მაგრამ ამათ ბლოკს იმდენი ფუნქცია აქვს, მე როგორც ვნახე რომ ბევრ რაღაცაზე შეიძლება ისეთი გამოუსწორებელი შეცდომა გქონდეთ, რომ ეძებოთ მიზეზი და ვერ იპოვოთ და აი აქ იყოს შეიძლება რაღაცა პრობლემა და ეს მარტო F15-ზე არ არის ესეთი ბლოკები, როგორც გავარკვიე, მე ყველა BMW-ს აქვს, ყველა BMW-ს აქვს თითქმის, აი ამ F სერიებს, მე რაც ვიცი, აი სხვადასხვა ფორმის იქნება ესენი, ახლა ყველას ერთნაირი არ იქნება, რა თქმა უნდა, მაგრამ იცოდეთ, რომ აი ამაში არის დამცველები რა და აქედან დამწვარმა დამცველმა შეიძლება ისეთი პრობლემა შეიქმნას, რომელიც ვერ მოაგვაროთ კაი ხნის განმავლობაში
ან ეს ბლოკი უნდა შეცვალოთ და ან რა ვიცი მე. ნუ მოკლედ ვისაც გამოგადგებათ ეს ინფორმაცია, ეს მინდოდა მეთქვა რა.